ახლა გადავდივართ და საუბარს ვიწყებთ ჩვენს მომდევნო სტუმართან. გურამ მაჭარაშვილი, პარტია ხალხის ძალის აღმასრულებელი მდივანი იმყოფება ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, ბატონ გურამ, მადლობა რომ მონაწილეობთ. მოგესალმებით, მოგესალმებით საზოგადოებას. დავიწყოთ თქვენთანაც საუბარი პოლიტიკური დიალოგის გაერთიანების მერვე სამიტზე, რომელიც ხელისუფლების მიერ შეფასდა როგორც საქართველოს როლის გაძლიერების ერთგვარი პლატფორმა. თქვენი შეფასება როგორი იქნება, რამდენად შეძლო საქართველოს საკუთარი ინტერესების მკაფიო წარმოჩენა ამ ფორმატში? მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2022 წელი, როდესაც რთული ვითარება შეიქმნა ზოგადად რეგიონში, როდესაც უკრაინაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია ომი, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და იყო საკმაოდ მაღალი რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში. ეს რომ რეალური იყო და გამომდინარე იქიდან რომ ინტერესები დიდი ქვეყნების იკვეთებოდა მათ შორის საქართველოზე, უკვე წლების განმავლობაში დადასტურდა. და ის ფაქტი თავად რომ საგარეო მიმართულებით საქართველოს შესაძლებელი ქონდა პოლიტიკა, ეს იყო აბსოლუტურად გასაგები და ამიტომ იყო სწორედ რომ ჩვენ რამდენიმე დეპუტატმა მივიღეთ გადაწყვეტილება საგან პარტიის შექმნით მანამდე აი საგარეო კურსი და საგარეო რისკები დაგვინახებიდან საზოგადოებისთვის და სიმართლე გვეთქვა ეტაპობრივად, მაგრამ მაინც გვეთქვა. აი ეს სამიტი რაც დღეს იყო, ის დელეგაციების ვიზიტი მათ შორის შეერთებულ შტატებში და შეერთებულ შტატებიდან საქართველოში. აი ეს თუნდაც იტალიის პრემიერის განცხადება, რომ უკვე ნელ-ნელა ნორმალიზდება საქართველოსთან ურთიერთობები, სწორედ აი პოლიტიკის დამსახურებაა, რაც ჩვენ წამოვიწყეთ 2022 წელს და ერთი წუთით დაუშვათ ის, რომ ჩვენ აი ეს სიმართლე არ გვეთქვა ხალხისთვის და აი ამ სიმართლის შემდგომ საზოგადოებას არ ქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ მაგალითად, როდესაც შემდგომში ხელისუფლებამ პრაგმატული ნაბიჯები გადადგა და ავირიდეთ ომი თავიდან, დღეს რა ვითარება გვექნებოდა. სამწუხაროდ ის ვითარება იქნებოდა, რაც არის უკრაინაში. და იტალიის პრემიერი იმაზე კი არის საუბრებდა, მერე აზერბაიჯანიდან თავისუფლად მიიღებდა თუ არა გაზს და ეხლა ამერიკიდან დელეგაცია კი არ ჩამოვიდოდა საქართველოში სამომავლო ურთიერთობებისთვის. სამწუხაროდ ის რეალობა იქნებოდა რა, სამწუხარო რეალობაც არის უკრაინაში. აი ამ კითხვას, როდესაც ჩვენ ვსვავთ, ხალხის ძალა, პასუხი რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით არ აქვს. ეხლა ვინმე თუ იტყვის იმას, რომ მაგალითად შურთ მოლდოვის, არ ვიცი, მოლდოვა საერთოდ სხვა ქვეყანასთან შეერთებას აპირებს და მაშინ გვითხრან და აღწერონ რას ნიშნავს ეს. ოფიციალურად მისი პირველი პირი აცხადებს. რომ ჯერ ძლივს SNG-ში იყო და ბოლომდე არც გამოსულა თუ არ ვწდები და ეხლა საერთოდ სხვა ქვეყანასთან შეერთებას აპირებს და ნუ თუ ეს სურთ საქართველოსთან მიმართებაში, ამას ვამხელდით ჩვენ. თუ უკრაინის შურთ, ეს კითხვაც დავსვით ჩვენ არაერთხელ, რომ სამწუხაროდ რა აქვს შესაშური უკრაინას. ხომ გვიმტკიცებდნენ რომ ამ შემთხვევაში უკრაინა წინ მიდიოდა, უფრო ჩვენზე წინ იყო, მაგრამ რეალობა რა არის დღეს? სამწუხარო რეალობა ის არის, რომ დღეს უკრაინას ეუბნებიან, რომ უნდა შეეგუოს დაკარგული ტერიტორიების აღიარებას და ჩვენთან საუბარია იმაზე, რომ მაგალითად გაზსადენი გავიდეს საქართველოზე, სამომავლო საელჩო ურთიერთობები იყოს საქართველოში, შეერთებული შტატებიდან მაისში ჩამოდის დელეგაცია საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობებით, სამომავლო პარტნიორობით და ასე შემდგომ. მე იმის თქმა მინდა, რომ სწორედ ეს პოლიტიკაა იმისი მიზეზი, რომ დღეს ეს მშვიდობა და უსაფრთხოება გვაქვს ქვეყანაში, თორე საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სამწუხაროდ არავინ არაფერს აღარ ეკითხება, ისევე როგორც სამწუხაროდ უკრაინას აღარ ეკითხებიან არაფერს. აი ხა თქვენი პირველი რესპონდენტი ჩვენი საუბრობდა იმაზე, რომ რეგიონში საქართველოს როლი აღარ არის ისე, როგორც ვთქვათ ეს ადრე იყო, მან მოიყვანა მაგალითები, რომ ახლა სომხეთში ჩატარდა ეს სამიტი, როდესაც მანამდე საქართველოში იმართებოდა ეს ღონისძიებები. აი ამ კუთხით და საერთოდ ზოგადად მაინტერესებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თქვენი პარტიის ხედვა როგორია, რა არის დღეს ყველაზე მიზანშეწონილი ქვეყნისთვის? ჩვენი პარტიის ხედვა, როგორც იყო აქამდე 2022 წლიდან დღემდე, არის ის, რომ პირველ რიგში საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სოფლიოში, რეგიონში, განსაკუთრებით და შენი ქვეყნის როლი როგორი არის აი ამ პროცესებში. ეს არის ყველაზე მთავარი. ამ პოლიტიკამ მოიტანა დღემდე აი შესაძლებლობა, როდესაც ჩვენთან არის მშვიდობა, ასაც მოყვება შემდგომ ეკონომიკური განვითარება და ასე შემდგომ. რაც შეეხება იმას, რომ ხა საქართველოს როლი როგორი იყო და როგორი არის, ამას ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება. საქართველოს როლი იყო ისეთი, რომ
მაშინდელი შეერთებული შტატების საელჩოდან ან ევროკავშირის საელჩოდან ერთი რიგითი სპეციალისტის ზარის დონეზეც კი იყო არასამთავრობო სექტორის აჟიოტაჟი რა კანონი უნდა მიიღოს საქართველოს, რა კანონი არ უნდა მიიღოს და ასე შემდგომ. ასე რომ ჩვენი ეს პრინციპულობა, რაც შემდგომ ქართულ ოცნებას მოუწია, რა თქმა უნდა, რომ გაეზიარებინა, იმიტომ რომ სხვანაირად გამორიცხული იყო, რომ ჩვენ სუვერენიტეტი დაგვეცვა და დღესაც მოუწევს ბევრი რამის გაზიარება იმ პრინციპულობის, რასაც ჩვენ ვამბობთ, სხვა შემთხვევაში ჩვენ არავინ არ დაგველაპარაკება როგორც თანაბარი. მე მინდა შეგახსენოთ 2022 წლის ნოემბრის ჩვენი განცხადებები და წერილები, სადაც ჩვენ საუბრობდით სუვერენიტეტზე, სადაც ჩვენ საუბრობდით, რომ ვასალური დამოკიდებულება არ იყოს სწორი და ასე შემდგომ. და იმის შემდეგ ერთი წლის თავზე თავად პოლონეთის, თურქეთის პრეზიდენტებმა, თავად ევროკავშირში დაიწყეს საუბარი, რომ ამერიკის ვასალები არ გახდებოდნენ და ასე შემდგომ. ასე რომ შენ თუ შენ თავს და შენ ქვეყანას პატივი არ ეცი და შენი ღირსება და სუვერენიტეტი არ დაიცავი, ამ შემთხვევაში არავინ შენ თვითონ პატივს არ გცემს. აი ამის თქმა მინდა ზუსტად თქვენ კითხვაზე პასუხი ეს არის, რომ აი ჩვენი პოლიტიკა საგარეო კურსით ეს არის, რომ რა თქმა უნდა პარტნიორული ურთიერთობები გვინდა ყველასთან, ვინც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. და იმასთან ვერ გვექნება პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც აქ ჩამოდიან და რუსთაველის გამზირზე რადიკალური აქციის მონაწილეებთან ამბობენ, რომ თქვენ უნდა დათმოთ სუვერენიტეტის ნაწილი დაუთმოთ ბრიუსელს. პირდაპირ ამბობენ ამას, გადატანით მნიშვნელობით კი არა. პირდაპირ ამბობენ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები, როცა იყვნენ ჩამოსულები და შესაბამისად, როცა შენ გეუბნებიან სუვერენიტეტი უნდა დათმო, ამ პოლიტიკას ჩვენ ვერასდროს ვერ შევეგვებით და ამისი შედეგია ის, როდესაც დღეს შეერთებული შტატები უკვე ჩამოდის საქართველოში როგორც თანაბარი პარტნიორი. რა არის თავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო არის მუდმივად კრიტიკის ობიექტი? ჩვენ ნახეთ გუშინ, როდესაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც ახლა რეზოლუცია არის ინიცირებული და სადაც არის კრიტიკული გზავნილები სხვადასხვა მიმართულებით. ამისი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველომ არ შეასრულა ის სახელმწიფო ხელისუფლება, რაც სამწუხაროდ შეასრულა სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა, გულისხმობ deep state-ის დაკვეთები. რომ აქ არ არის ომი, აქ არ არის კაცების ქორწინება დაკანონებული, აქ არ არის გეი აღლუმები დაკანონებული, ანუ შენ არ უსრულებ იმ ბრძანებებს, როგორც ვასალი სახელმწიფო და მეორადი სახელმწიფო, როგორც ეს სხვა სახელმწიფოებში გააკეთეს. და ეხლა რასაც მე ვსაუბრობ და რაც ხალხის ძალის წერილებში პირდაპირ წერია უფრო ვრცლად, ეს ხომ დაადასტურა თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ამას ხო დღესაც ადასტურებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც იმყოფებოდა ევროპაში კონფერენციაზე, პირდაპირ უთხრა ევროპელებს, რომ თქვენი პრობლემა არა ჩინეთი და არა რუსეთია, არამედ თქვენივე ბიუროკრატია. ეს ხომ მხოლოდ ჩვენი სიტყვები არ იყო, ეს იყო ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები. თავად ტრამპის სიტყვებს მოგახსენებთ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში წერდით და ვამბობდით, რომ ევრო ბიუროკრატია უკვე არ არის ის მიღირებულებების მქონე, რაც იყო ადრეული ევროპა, რომ ევროპა გონს უნდა მოეგოს. საერთაშორისო სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებები რა დღეშია? თავად ნატო. ხედავთ, რომ თავად შეერთებული შტატები აპირებს იქიდან საერთოდ გამოსვლას. არა მხოლოდ კონფლიქტშია ევროკავშირთან და ნატოსთან, არამედ გამოსვლას აპირებს. აი ეს არის ის რეალობა, როგორ გონიათ რატომ? და თავად ამერიკამ 600-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება დატოვა. და დატოვა არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ გავიდა ხელშეკრულებიდან, პირდაპირ თქვა, რომ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებები აზიანებს ამერიკის ინტერესებსო და ამიტომ გავიდა. მათ შორის ის ცნობილი კომისია, ვენეციის კომისია, რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებდა და გადაიქცა სამართლებრივი ინსტიტუტი, გადაიქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად. აი ისიც კი დატოვა შეერთებულმა შტატებმა. აი ეს არის პასუხი თქვენ კითხვაზე, როდესაც ჩვენ საუბრობდით ამ საკითხებზე, დაადასტურა თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ისევ რომ დაუბრუნდეთ ანგარიშს, აქ არის საუბარი პერსონალურ სანქციებზე, მედიის სანქცირებაზე და ასევე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზე, ხომ? თქვენი ხელისუფლება ამ ანგარიშს აფასებს როგორც ქართული საზოგადოების შანტაჟს, მუქარას, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. როგორია თქვენი შეფასება, თვლით რომ აი ეს ევროინტეგრაციის თემა არის პოლიტიკური შანტაჟის იარაღი?
ნუ ეს შეფასება ჩვენ სანამ ქართული ოცნება გააკეთებდა, მანამდე ქონდა 2022 წლიდან საკმაოდ კრიტიკული შეფასება. არა მხოლოდ ასეთი, რომ შანტაჟი იყო, არამედ ზეწოლა ხდებოდა არა ქართულ ხელისუფლებაზე, მხოლოდ მთლიანად სახელმწიფოზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე და საზოგადოებაზე, რაც ყველაზე მთავარია. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადებები, რეზოლუციები ნიშნავს იმას, რომ მათ არ სურთ აქ ობიექტური რეალობა. იგივე ტელევიზიების სანქცირება რატომ ხდება? იმიტომ რომ ტელევიზიებიდან საზოგადოება იღებს ობიექტურ რეალობას. მე საზოგადოება განსჯის ამას. ეს ხომ არის დემოკრატიის პრინციპი. სად ვინმეს აქვს იმისი პრეტენზია, რომ მაგალითად რამე უნდა თქვას და ამის საშუალება არ ეძლევა ნებისმიერი თქვათ ტელევიზია თუ სოციალური ქსელი თუ ასე შემდგომ იძლევა ამის საშუალებას და ტელევიზიებზე თავდასხმა საზოგადოებაზე თავდასხმა დეზინფორმაციით ეს ემსახურება რა თქმა უნდა ყველაფერი იმას რაც არის კავშირში სუვერენიტეტთან, რაც არის კავშირში დეზინფორმაციასთან. ეს მათ შორის ევროკავშირის ელჩის მოქმედება, განცხადებები, რას ემსახურება? ეს ამას ემსახურება თავდასხმა ეკლესიაზე, სადაც ზუსტად იციან, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის აი ამ რწმენაზე, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლური ეკლესია. არის ოჯახური ტრადიციების მქონე. ეს ხომ კარგად იციან. 17-21 მარტის მოვლენებს რო გადაავლეს თვალი თელმა მსოფლიომ და მათ შორის deep state-მა, ნახევარი საქართველოს რომ იყო ქუჩებში და მეორე ნახევარი უბრალოდ ვერ ეტეოდა, იმიტომ ვერ გამოვიდა. თორემ მორალურად მხარს უჭერდა იმ ხალხს, გულისხმობ პატრიარქის პანაშვიდებს, აი ამაზე აენთოთ წითელი პირდაპირი გაგებით deep state-ის წარმომადგენლობას და დაავალეს მე თავიანთ აგენტურას, რომ თავდასხმა მომხდარიყო იმ ძირითად საფუძველზე, რაზეც ხალხი დგას. და ეს ძალიან მარტივად დასახსნელია. ამას ჩვენ ხო ვამბობდით 2022 წლიდან ზუსტად. ამას ვამბობდით და შემდგომ 1-2 წლის შემდეგ მიეცა ხელისუფლებას ამის თქმის საშუალება. საუბრობთ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე, ხომ? აი სად გადის ზღვარი აი ამასა და კრიტიკულ შეფასებებს შორის? კრიტიკული შეფასება არის ის, როდესაც ჩვენს მიერ მიღებულ კანონს, ან შეტანილ კანონ პროექტს განიხილავს ვინმე და შემდგომ გამოაგზავნის კრიტიკულ შენიშვნებს. ეს არის კრიტიკული შენიშვნები. როდესაც იქიდან შენიშვნებს კი არ აგზავნი, არამედ დირექტივას იძლევი და თან ამბობ, რომ ამას თუ არ შეასრულებ, ამ კანონს თუ არ მიიღებ, ამ პირიქით ამ კანონს თუ არ გამოიწვევ, მაშინ სანქციები გექნება, ვიზა ლიბერალიზაციას არ მოგცემ და ასე შემდგომ. აი ეს არის პირდაპირი თავდასხმა და შენი სუვერენიტეტის შელახვა, პირდაპირი გაგებით, იმიტომ რომ მე თქვენ არ გიქვამთ როგორც თანაბარ სახელმწიფოს, იმიტომ რომ მე რო ვიტყვი, ის უნდა გააკეთო. ამას ისინი აკეთებდნენ კულისებში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკით ხალხის ძალამ აი ეს შევძელით ზუსტად რომ კულისებიდან გამოვიყვანეთ ეს ხალხი და ახლა უკვე უწევთ საჯაროდ ამისი მტკიცება და საზოგადოებამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირში პრაქტიკულად დაკარგულია ეს ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რატომ მხოლოდ ჩვენი განცხადებები? აი ჩვენი განცხადებების ზუსტად ყვალ 2 წლის შემდგომ პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატი, შემდგომ პრეზიდენტი ტრამპი, შემდგომ მისი ადმინისტრაცია დღემდე ამას საყვედურობს ევრობიუროკრატიას. რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ისინი ერევიან სხვა ქვეყნის საქმეებში დადასტურდა USAID რისთვის გააუქმა სახელმწიფო მდივანმა და შეერთებულმა შტატებმა. სწორედ ამ მიზეზით გააუქმა, რომ ერეოდნენ სხვა ქვეყნის საქმეებში. აბა ამოვიღოთ ჩვენი ხალხის ძალის წერილები, რას ვწერდით, რომ დაფინანსება ხდება ზუსტად მათ შორის USAID-დან, ევროკავშირის ფონდებიდან, იმისათვის, რომ აქაური NGO სექტორი ყოფილიყო პარალელური ხელისუფლება პრაქტიკულად უცხოური ძალების, რომ მათ გარეშე არ მომხდარიყო არაფერი გადაწყვეტილების მიღება. და აი ეს მიზეზი ჩაწერა ზუსტად სახელმწიფო მდივანმა ბრძანებაში შეერთებულ შტატებში, რის გამოც გააუქმა USAID. ანუ დადასტურებულია ეს ფაქტები, რაზეც ჩვენ საუბრობდით და ეხლაც მაგას საუბრობთ. რა თქმა უნდა, მეტი პრინციპულობა მოუწევს ქართულ ოცნებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს შენარჩუნებული საქართველოს სახელმწიფოში სუვერენიტეტი. რას გულისხმობთ მე პრინციპულობაში? ის აი ნახეთ, როდესაც აი ეს მავნებლური პარტიები, ვითომ პარტიები თუ პარტიებიც არ შეიძლება ეწოდოს იმ ძალას, რომელიც გამოდის და აღარც მალავს და პირდაპირ ამბობს იმას, რომ ჩვენი სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ ბრიუსელს. ცალფეხზე უნდა დავდგეთ, ამას ხომ არ მალავენ. ცალფეხზე დგომა რას ნიშნავს? ახლა მართლა ხო არავის ჯერა რომ ხა
ვინც თქვა ეს მართლა ფიზიკურად ის იგულისხმება, რომ ცალფეხზე უნდა დამდგარიყავით. სახელმწიფოს ცალფეხზე დგომა ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 50% მინიმუმს უნდა გადასცე ევროკავშირს. რასაც გვეტყვის, ის უნდა გავაკეთოთ, პირდაპირ თქვა. და ეს მხოლოდ იმ ადამიანის პოზიცია კი არ იყო. ამას ამბობენ დღემდე ყველა, მათ შორის რეზოლუციები წავიკითხოთ, რა წერია იმ რეზოლუციებში. ზუსტად ის წერია პარლამენტის რეზოლუციებში, რომ საქართველოში თურმე უნდა დაკანონდეს კაცების ქორწინება. მაშინ როცა კარგად იციან, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, რომ თურმე საქართველოში რომ იტყვიან, რომ უნდა განთავისუფლდეს კრიმინალი პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის დანაშაული საერთაშორისო სასამართლომაც კი დაადასტურა. მათივე ევროპის სასამართლომ დაადასტურა. და ასეთ ადამიანზე ამბობენ, რომ ის უნდა გამოუშვა და გავალებენ რეზოლუციით. აი ეს არის პირდაპირ ჩარევა და ხელყოფა სუვერენიტეტის და ეს პრინციპულობის დაცვა ის არის, რომ აი ეს პარტია ეგრეთ წოდებული ნაცმოძრაობა და თავისი ფილიალები რა თქმა უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკიდან. ეხლა ეს საკონსტიტუციო სასამართლოშია და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონის და ვადების ფარგლებში მოახერხებს იმას, რომ აღსრულდეს ქართული ხალხის ნება, რაც 2012 წელს დაუკვეთა ხელისუფლებას. ქართულმა ხალხმა იმის შემდგომაც ყველა არჩევნებზე ეს დაუკვეთა. მე ძალიან კარგად მახსოვს, ხო? ქართული ოცნების წეაღიდან მოვდივარ ჩვენც, და იქ ძალიან კარგად გვახსოვს რა იყო ძირითადი დაკვეთა, რომ ქართულ ხალხს ნერვები არ უნდა ეშლებოდეს იმასთან დაკავშირებით, რაზეც უკვე 10 ჯერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნაციონალური მოძრაობა გავიდეს ქართული პოლიტიკიდან. სხვა შემთხვევაში არავის არ გაახარებს ის. ჩვენ ამიტომ ამბობდით, რომ ხალხის ძალას მოგვიწევდა პოლიტიკაში, როგორც პოლიტიკური პარტია შემოსულიყავთ. აი სწორედ იმიტომ, რომ ჩასაფრებული პოზიცია კი არ იყოს ოპოზიციაში, არამედ იყოს ის, რომ ხელისუფლება თუ კარგს აკეთებს, ესეც უნდა თქვა და თუ არასწორს აკეთებს, ესეც უნდა თქვა. რისი გამოცდილება ჩვენ გვაქვს 2022 წლიდან. დიდი მადლობა, მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. გურამ მაჭარაშვილი ხალხის ძალის აღმასრულებელი მდივანი პასუხობდა ჩვენ კითხვებს.